არაკონსტიტუციური, გაუაზრებელი და თავსმოხვეული, სწორედ ასე აფასებენ დღეს უკვე ქართული ოცნების წევრები რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას ანტიკორუფციულ ბიუროს, ამბობენ, რომ ევროპელმა ბიუროკრატებმა თავს მოახვიეს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას ეს იდეა და სწორედ ამიტომაც იძულებული გახდა ქართული ოცნება, რომ არაკონსტიტუციური ანტიკორუფციული ბიურო შეექმნა, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ მხოლოდ ახლა გაიაზრა. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ოცნების წევრები და დეპუტატები მხოლოდ აქებდნენ რაჟდენ კუპრაშვილს, დღეს კიდევ პირდაპირ ამბობენ, რომ იმდენად არაკონსტიტუციური იყო ეს უწყება, რომ ახლა უკვე ამ უწყების ყველა ფუნქცია აუდიტის სამსახურმა უნდა შეითავსოს. რაც შეეხება თავს მოხვეულ იდეას, ეს ყველაფერი კი ეს განცხადებები კეთდება იმის გამო, რომ თავად ევროკავშირის მოთხოვნა იყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ საქართველოში ელიტური კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო, რაც ელიტურ კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებდა. სწორედ ამიტომაც შექმნა ქართულმა ოცნებამ ანტიკორუფციული ბიურო, ახლა კი იმ რეკომენდაციებსაც აუქმებს, იმ შესრულებულ რეკომენდაციებსაც აუქმებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი ვითომ შექმნილი ორგანო, თუმცა რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში, დაექვემდებარება აუდიტს და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას. ეს იყო თან არაკონსტიტუციური შეუსაბამო იყო და თან ეს იყო რაღაც დირექტივა, რომელიც გაუაზრებელი იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ის, რასაც ხდება ახლა ოპტიმიზაცია, ის არის სწორი გადაწყვეტილება. ვითარებამ გვიჩვენა, რომ ბრიუსელიც არ არის ეკმაყოფილი დამოუკიდებლობის ხარისხით, ან დამოუკიდებლობის განცხადებული რაღაც მიზნით, ამ შემთხვევაში სერიოზული პრეტენზიები დარჩათ მათ ისევ. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციურ სტრუქტურაში მისი გაერთიანება კანონთანაც მოიყვანს შესაბამისობაში, მოთხოვნებთანაც შეიყვანს შესაბამისობაში და რაც თავარია მისი საქმიანობის ეფექტურობა არსად არ იკარგება. რა ვერ გააკეთა რაჟდენ კუპრაშვილმა, რატო აუქმებთ ამ ადამიანის სამსახურს? კონსტიტუციურ ორგანოს გადაეცემა მისი ფუნქციები. აქამდე არ იცოდით, რომ არაკონსტიტუციური იყო ანტიკორუფციული ბიურო, ახლა რატო გაგახსენდათ? ღარიბაშვილის დეკლარაციას ხوار შეეწირა ეს ადამიანი. ღარიბაშვილის კადრი იყო, რა სისულელია, რას ნიშნავს? პროკურატურის ბრიფინგზე იყო ნახსენები, რომ არ ქონდა ღარიბაშვილს დეკლარაციაში თანხები შეტანილი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი იყო ირაკლი ღარიბაშვილის კადრი და ერთ-ერთი მიზეზით სწორედ შეიძლება ეს გამხდარიყო სასამართლო პროცესების შემდეგ, რომ მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კუპრაშვილის და ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება არაფერს არ ცვლის, ახლა ყველა ის ფუნქცია, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილს ჰქონდა, გადაინაცვლებს აუდიტის სამსახურში. აუდიტის სამსახურს რომ კი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის დასანქცირებული და ახლა სწორედ გიორგი გაბიტაშვილი გადაიბარებს ყველა იმ ფუნქციას და ყველა იმ დავალებას შეიძლება ითქვას, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ასრულებდა და მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ფუნქციებიც აუდიტის სამსახურში გადავა. მისი ქონებრივი მდგომარეობა არის ისეთი, როგორც რაჟდენ კუპრაშვილი მოიაზრებოდა ღარიბაშვილის კადრად, ამიტომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვიტოს და გააუქმოს ეს სამსახური. გაუმართლებელია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ აუდიტის სამსახურის ფუნქციები კონსტიტუციურად აბსოლუტურად სხვა არის და საერთაშორისო სტანდარტებით მართებული არის, რომ ანტიკორუფციული სამსახური თავის საგამოძიებო და სამოსამართლეო ფუნქციებით დამოუკიდებელი სტატუსის სახით არსებობდეს. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული სააგენტო გამოიყენებ ამ სააგენტოს პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის, თუ რამე სხვა ინსტიტუტს დაუქვემდებარებ ამ რეპრესიულ ფუნქციებს. სინამდვილე არის ერთი, რომ რაჟდენ კუპრაშვილი იყო არა ევროკავშირის 8 დათქმის შესაბამისად დამწესებული ადამიანი ანტიკორუფციულ სააგენტოში, არამედ პრემიერ-მინისტრის პირდაპირ 6 წლით დანიშნული თანამდებობის პირი, რომელსაც ჰქონდა ნულოვანი დამოუკიდებლობა და აკეთებდა ყველაფერს, რასაც პრემიერ-მინისტრი დაავალებდა. მათ შორის ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, პოლიტიკური პარტიების დევნა.
რაჟდენ კუპრაშვილის უპირველესი მოვალეობა და ვალდებულება იყო შესწავლა თანამდებობის პირების დეკლარაციები. ის იუწყებოდა, რომ მას ძალიან კარგად ჰქონდა აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირის დეკლარაცია შესწავლილი, თუმცა სწორედ დეკლარაცია გახდა მათ შორის მიზეზი იმის, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა კორუფციასთან და უკანონო შემოსავლებთან მიმართებაში. რაჟდენ კუპრაშვილმა კი მთელი ეს დრო ძირითად შემთხვევებში მესამე სექტორის დევნაში გაატარა და სწორედ მესამე სექტორის ფინანსური დეკლარაციების გამჭირვალობას ითხოვდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება.